ჩინური ზიკერი ევროპულ ბაზარზე ფასების დემპინგს იწყებს. ყველამ კარგად ვიცით, მე მგონი ზიკერი და ეს ბრენდი რომ ძალიან ცნობილია, მათ შორის საქართველოში ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს და ნამდვილად ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ჩინური ავტომობილია ზიკერი, მისი ფასიდან გამომდინარე თუნდაც რო ავიღოთ, რა თქმა უნდა, შედარებით იაფია ევროპულ ბრენდებთან, ევროპულ პრემიუმ ბრენდებთან, თუმცა ჩინელებიც ზიკერში ძალიან პრემიალურ ხარისხს გვთავაზობენ. საქმე იმაშია, რომ ევროპაში მათ ფასები დაწიეს 15-20%-ით შეამცირეს ფასები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კონკურენცია უნდათ რომ გაუწიონ BMW-ს, Mercedes-ს, Audi-ს, Volkswagen-ს და ასე შემდეგ ბრენდებს და ძალიან სწორი მიდგომაა. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი ფასის კლების შედეგად ფაქტიურად წაგებაზე ყიდნენ ავტომობილებს და ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი არის ფასთა სხვაობა წარმოებასა და გაყიდვებს შორის. მაგრამ მათ უღირთ ჩინელები ჭკვიანები არიან და ცდილობენ, რომ ევროპული ბაზარი დაიპყრონ და კონკურენცია გაუწიონ BMW-ს და Mercedes-ს, რატომაც არა. და თუ თავს დაიმკვიდრებენ, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ფასებს გაზრდიან ნელა და მე უკვე სხვა სურათი იქნება. მაგრამ ისიც რა არის, მე მგონია რომ ჩინელები ისედაც ძალიან მალე გადალეკავენ და წალეკავენ მთელ ავტო ინდუსტრიას, იმიტომ რომ არ ჩერდებიან. ყოველ წელს უამრავი ახალი მოდელი გამოდის, აი ძალიან მაგრად ვითარდებიან ტექნოლოგიურად. არა მარტო ტექნოლოგიურად, ანუ მექანიკური მხარეც მათ ძრავების აწყობის, სავალი ნაწილების აწყობის, დიზაინი და მოკლედ ყველანაირ მხრივ ჩინური ავტომობილები, რომელიც რა თქმა უნდა პრემიალური ბრენდზე მაქვს საუბარი და არა იაფიანზე, ძალიან დიდ კონკურენციას უწევენ უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ ბრენდებს და ცოტა ეს მომავალი მაშინებს, მაგრამ არ ვიცი რა იქნება. მოდი ერთად დაველოდოთ თუ რას მოახერხებენ ჩინური ავტომობილები და როგორ დაიპყრობენ მსოფლიოს. ჩემი აზრით ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ძალიან მალე უკვე მივიღებთ შედეგებს.